6 years have passed since I last stood in 6 წელი გავიდა მას შემდეგ რაც აქ ბოლოს ვიდექი. მას შემდეგ ომმა გადაფარა მშვიდობა მსოფლიოს ორ კონტინენტზე. აქამდე მიგვიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო ადმინისტრაციის სისუსტემ. ჩემი ადმინისტრაციის მოსვლიდან 9 თვის შემდეგ ჩვენ კვლავ უცხელეს ქვეყნად ვიქეცით. უძლიერესი ეკონომიკით, საზღვრებით, არმიით, სულით. ეს არის ოქროს ხანა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მსოფლიოს სცენაზე ამერიკას კვლავ სცემენ პატივს ისე როგორც არასდროს. ნატომ ჩემი მოთხოვნით თავდაცვისთვის მუშუპი 2-დან 9%-მდე გაზარდა. გავაძლიერე ურთიერთობები ახლო აღმოსავლელ პარტნიორებთან. მოლაპარაკებები ვაწარმოე სავაჭრო საკითხებში. 7 თვეში დავასრულე 7 დაუსრულებელი ომი. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე 10 წლეულიც კი მიმდინარეობდა. ცუდია რომ მე მიწევს ამის კეთება და არა გაეროს. გაეროს არც კი უცდია ჩემი დახმარება. ერთხელაც არ მიმიღია გაეროდან ზარი მოლაპარაკებების ფინალიზების პროცესშიც კი. ის რაც გაეროსგან მივიღე, ცუდი სუფლიორი და ცუდი ესკალატორია. რა დანიშნულება აქვს გაეროს? მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ პოტენციალს ვერც კი უახლოვდება. წარიელი სიტყვები არ ასრულებს ომებს. ომებს ასრულებს ქმედება. მე მოვედი რომ ამერიკის ლიდერებისა და მეგობრობის ხელი გამოგიწოდოთ, რათა უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მსოფლიო ავაშენოთ. უკეთესი მომავლისთვის წარსულის მარცხიანი მიდგომები გვერდით უნდა გადავდოთ და რისკებს გაუსწოროთ თვალი. ასეთია გამანადგურებელი იარაღი, რომელიც ირანში გავანეიტრალეთ. ამასთან უარს ამბობს მშვიდობაზე ჰამასიც. ზოგიერთი ქვეყანა კი ამ დროს აღიარებს პალესტინის სახელმწიფოებრიობას. ეს კი დიდი ჯილდოა იმ საშინელების გამო, რომელიც 7 ოქტომბერს ვნახეთ. ვისაც მშვიდობა სურს, ერთი გზავნელი უნდა ჰქონდეს. გაათავისუფლეთ ტყვეები ახლა. უნდა დავასრულოთ ღაზაში ომი. ეს უნდა დავასრულოთ. ვმუშაობ უკრაინაში ომის დასრულებაზეც, რაც ძალიან მარტივი მეგონა იმ კარგი ურთიერთობის გამო, რაც პუტინთან ჰქონდა, მაგრამ ომში ბევრი სიურპრიზია. მაგალითად, რუსეთისგან ელოდნენ, რომ ომს 3 დღეში დაასრულებდა. ომი კი 3 წელიწად ნახევარია გრძელდება. ომი გრძელდება და ათასობით ჯარისკაცი იღუპება. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ესაა ის, რაც ცუდ ლიდერობას მოაქვს. ყველაფერთან ერთად ევროპის ქვეყნები აფინანსებენ ომს მათსავე წინააღმდეგ. ყიდულობენ რუსეთისგან გაზსა და ნავთობს. ეს სამარცხვინოა. ჩვენ ამას განვიხილავთ ევროპელებთან, ვიცი რომ არ მოგწონთ რასაც ვამბობ, მაგრამ ეს ასეა. ამასთან ვიტყოდი რომ თუ რუსეთი არ არის მზად შეთანხმებისთვის, ჩვენ ვართ მზად დავუწესოთ მათ ტარიფები. we have secured